გადაგაგისოთ, გაგახაროთ. ჩვენი მიწიერი ცხოვრება ეს არ არის განაჩენი. რომ გინდათ მარა რაღაც სასჯელსა და სასჯელსა და რაღაცა დაასჯასა და იმაში იყო გაუბედურებულ მდგომარეობაში და სულ თვით გვერდით რაღაც განცდა კონდეს. განცდა თვისთან ცოდოთ ეს განაჩენი არ არის. არც ისაა რომ ადამიანი თვით გომასა და თვით დასჯის მდგომარეობაში იყოს. რა თქმა უნდა ეს არის განცდა შემეცნება შენი ცხოვრების საზრისის კიდევ ერთხელ. ეს არის გამოფხიზლება და არა გაღიზიანება საკუთარი თავის წინააღმდეგ. ეს არის ის იმ ნათელის მიღება, რომელიც აფხიზლებს, აღვიძებს და არა ჩაგრავს და თგუნავს და თვალებს უბრუნავებს ადამიანს. არა, რა თქმა უნდა. ეს არის გამოცდილების მიღება. განცდათვის და ცოდოთ, ეს არის კიდევ ერთი ახსნა ჩვენი ცხოვრების საზრისისა. კიდევ ერთი განმარტება იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების გამოცდილება აღემატება ზოგჯერ გამოსათქმელ და ჩვენთვის გაცნობიერების შესაძლებლობას. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენი სულიერი გამოცდილება აღემატება იმას, რაც შეიძლება გავაცნობიეროთ. ზოგჯერ აღემატება იმასაც კი, რაც შეიძლება გავაჟღეროთ. მაგალითად, პავლე მოციქული ამბობს, რომ მე ვნახე მესამე ცაზე, როცა აღტაცებული იქნა. იყო ერთი ადამიანი, რომელმაც ნახავ ისე მორიდებულად იძახის თავის პიროვნებას არ წარმოაჩენს, მაგრამ მისი სიტყვებია, რომ იგი იყო ატაცებული და ნახა ისეთი რამე, რაც ადამიანს არ მოსვლია, არც გონებაში, არც გულში, არც გაუვლია, მაგრამ ვერ ვაკეთებ, ამას ვერ გამოთქვამო, ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ის გამოცდილება აღემატება ლინგვისტური ფორმულების შესაძლებლობას, ლინგვისტიკის შესაძლებლობებს და მასშტაბებს აღემატება. არის ესეთი გამოცდილება, რომელიც ხოლმე განსაკუთრებული მადლის მიღების მადლის მიღების წინამდგომარეობას ითხოვს, გულისა და გონების ცნობიერების ისეთ განწმენდას ითხოვს და გულისა და გონების ისეთ მდგომარეობას ითხოვს, არის ისეთი ცოდნა, რომელიც მოცემულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, რომელიც განსაკუთრებულ ადამიანის განსაკუთრებულ მდგომარეობას, ცნობიერებისა, გულისა და გონების ცნობიერების და შეგრძნების, გრძნობა ცოდნის განსაკუთრებულ მდგომარეობას ითხოვს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამას ვერ გაიგებს. მორწმუნე ადამიანი იმას ვერ გაიგებს, რასაც მორწმუნე იგებს. განწმენდილი ადამიანი რასაც იგებს, გონებით და გულით მარხველი, მლოცველი იმას ვერ გაიგებს, მაგრამ გაიგონებს, მაგრამ ვერ გაიგებს. დაინახავს, მაგრამ შეხედავს, მაგრამ ვერ დაინახავს. მოესმება, მაგრამ ვერ გაიგებს. მეტყველებას შეიძლება ვერბალური ვიბრაცია გაიგოს, მაგრამ რას ამბობს ის ვერ გაიგოს. ვისაც ყური აქვს ის მინოს, ამიტომ არის ნათქვამი. თუ არა გაქვს ადამიანს გახსნილი შემეცნების ორგანოები, სახარებისეული სტანდარტების და რეჟიმების განწმენდის პროპორციულად, სხვანაირად იგი ვერ აღიქვამს ამბავს. ამიტომ შესაძლებლობანი, ჩვენი მეტყველებითი შესაძლებლობანი ბევრად უფრო დაბალი და მცირეა, ვიდრე ზეციური საზოგადოების რეალიები, რომელთა გამოთქმაც საკმაოდ ძნელი და რთული არის ლინგვისტური საშუალებებით. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, ვერ იტყვი, ვერც გაიგებ, ვერც გულზე მოსვლია, ვერც ვერანაირ ფორმულირებას ვერ გავაკეთებ. ასე რომ ბევრი რამ ჩვენთვის მიუწვდომელია, მაგრამ როგორც ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, გონებისათვის ჯვარია და დაცემული გონებისათვის, ინტელექტისათვის ეს არის მიუწვდომელი, მაგრამ პროპორციულად ადამიანის სულიერი წინსვლისა ეს საიდუმლო თანდათანობით იხსნება და ტრანსცენდენტული იმანენტური ხდება. ამიტომ გონებას ჩვენსას კი შევყავართ სამოთხეში, თუ იგი განწმენდილია, მაგრამ ბევრი ტანჯვისა და დაცემების შედეგად. ამიტომ ქრისტიანობა უსვამს ხას სიყვარულს, რომელიც გულზე გადის. სიყვარული კი პირდაპირ სამოთხეში მიგვექაჩება და სამოთხეში შეყავს ადამიანს გონების გავლით. სიყვარული გონებასაც განსვენს, გულსაც განსვენს და მთელ ჩვენს ორგანოებს გასვენს. სულიერ სამშვილდეულსაც და სხეულებრივსაც. იმიტომ რომ სიყვარული გნოზისთან, შემეცნებასთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ ხილად უნდა ვიყოთ, ვილოცოთ, გაფრთხილებული შეიარაღებულია. არის ეს ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ არის მოწყობილი ყოველი კაცი. ამისათვის მოცემულია მართლმადიდებლური სარწმუნოების დოქტრინა. სწავლება ჭკვიანია და გონიარია, ადამიანი ვინც ყველაფერია იცის. როგორ არის მოწყობილი ეს ყველაფერი, როგორ არის ეს ყველაფერი, რანაირად არის იერარქია, ზეციური, მიწიერი, რა ბრძოლებია, ხილული, უხილავი.
მაგრამ ბრძენი არის ის, ვინც ყოველივე ამის მიუხედავად, რომ იცის რა ბრძოლებია ამ ფოსებჭოთა სივრცის, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ, იცის რა ყოველივე ეს მიუხედავად ამისა, მაინც რჩება მორწმუნე და მაინც როგორც ყინულმჭრელი მიაპყობს ამ ამასოფლის დინების საწინააღმდეგო ტალღებს. ის არის ბრძენი. იცი კარგია, მაგრამ ბრძენი მასში ხარ თუ მაინც ინარჩუნებს სტატუს კოს და სიმძიმის სენს და შენ მაინც მიაპყობ და მედიხარ წინ. წარმატებული თუ ხარ ძალიან კარგია, მაგრამ წარმატება დიდ საფრთხესაც მოასწავებს. ამიტომ არ უნდა აფიშირება თუ რამეში კარგად რამე გამოდის და წინსვლა. წარმატების და ზეახსვლის დროს ადამიანის მდგომარეობა მით უფრო მისაწვდომი ხდება ხილული და განსაკუთრებით უხილავი საფრთხეებისა და უხილავი საშიშროებებისათვის. ამიტომ სიფრთხილე და თავდაცვა არის საჭირო, რომ შენი შესაძლებლობები გაითვალისწინო. გარეშე რაც გიწევს ეს სამყარო, ეს გარეშე ეს ჩვენი სივრცე გამრუდებული ამდენი ცოდვით, დროისა და სივრცის კონტინუუმი გამრუდებული ამდენი ცოდვით, გვიწევს ჩვენ სასურველია, რომ ჩვენი შესაძლებლობები ემთხვეოდეს იმ გამოწვევებს. თუ მეტი არ იქნება, თუ მეტი იქნება კარგია, ვძლიოთ. მაგრამ მეტი იმ შემთხვევაში იქნება, როცა ქრისტესთან ერთად ვიქნებით. იმიტომ რომ ქრისტემ თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვძლია ამას სოფელს. ამიტომ ვილოცოთ და ვეუბნოთ მეც, რა ჩვენ არ შეგვიძლია და რასაც ჩვენ ვერ ვძლებთ, უფლის მადლით ვძლიოთ. დანო შემიყვანებ ჩვენგან სასწაულს, არამედ მიხსნით ჩვენ ბოროტისაგან. მადლი უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.